უფალმა იცის ჩვენი გული როგორ უუნაროა, გაქვავებულია მადლის მიღების. აი გამომხმარი მიწაროა გვალვისგან. შეუძლებელია იქ რაიმე დათეს. დიდი ხნის განმავლობაში თუ არ დაამუშავებ. ასებია ჩვენი გული და უფალი ხედავს ჩვენს ამ მდგომარეობას. ჩვენი გული გაქვავებულია. მას უჭირს ღვთის სიტყვის მიღება, მადლის დატევნა. ჩვენ საკუთარ თავიდან გამომდინარე განა არ ვიცით ეს, განა არ ვიცით რომ რა გულის შემძვრელ სიტყვებს ვისმენთ სახარების კითხვის დროს, ლოცვის ტექსტების კითხვის დროს, ლიტურგიკული ტექსტების სმენის დროს, ზიარების დროს, ეს ყველაფერი გულის შემძვრელია. თავად გახსენება იმისა, რომ ღმერთი ჩემთვის მოვიდა და მოკვდა, რამდენს ნიშნავს და რა რეაგირება აქვს ჩვენს გულს. ჩვენი გულის რეაგირება მეტნაკლებად ჩვენთვის ხომ ნაცნობია. ჩვენ ხო გამოგვიცდია რაღაცა მიწიერი რო გაგხვარებია, მიწიერი წარმატება, გული როგორ სიხარულით განიცდის ამას. განა ჩვენ ესე განგვიცდია ღმერთი? ან რაიმე ტკივილი რომ არის ამ სამყაროში და განგვიცდია პირადი, განა ესე განგვიცდია ქრისტეს ჯვარცმა ჩვენ? და ღმერთმა ეს ძალიან კარგად იცის. მაგრამ მიუხედავად ამისა ის არ გვანებებს თავს, ვიდრემდე ზეცად არ აგვიყვანს, როგორც წმინდა წერილში წერია და მუდამ ზრუნავს ის ჩვენზე.